მადლობა ღმერთს, დგება უფალს. Bestantri Georgia. ქართველებს გაუმა! Fight Hop-ი დაბრუნდა სამი ძმა ქართველი ტრიადი ეპიზოდ 250-ზე ნოსტალ გიორგი სართანია BFA-ს ხვიჩექს ქორიძე და რა თქმა უნდა დაბრუნდა მესამედ ჩვენი ძმა shout-out საჩხერე სიამაყე ქართველი მებრძოლი ვეფხვის ტყაოსანი ნიკა აბრამიშვილი სალამი ძმებს ისე. რა შვებით, როგორ ახართ აბა? არა მიშვის რა. კარგად ყველაფერი ღმერთს სწავლობით. ენდელა დავიწყეთ ისე ვარჯიში, შემდეგ ისთვის მომზადება. ხვით შე როგორ ახარ? ხუთიაზე მაგარ განწყობაზე როგორც ხედავ ხელებს უხან ისეთი დაინტერესებული ვარ დღეს რასაც ვილაპარაკებ და ჩართული ვარ ძალიან საინტერესო პროცესში. Plus რაღაცა სპოილერებს ამსუგენიგა შემდეგ მომზადებაზეო ხე გავზორავთ. გიგეთ რა შემზადება. არ გავუწოთ აქედან სადა ვარ გაიწურე. ორა მე მაგარი დღე მაქვს დღეს გავდივარ ჩემი მეგრელი ვაკაცი უნდა ვნახო აქ და მოკლედ კაი დღე მაქვს. ბოლო ეპიზოდზე ლაშა ყავდა მესხი shout-out ლაშას და წარმატებები. უბრალოდ შევახსენოთ ხალხს რა რომ ხარი დაგუჭირონ YouTube-ზე გამოგვიწერონ Spotify-ზე გვიპოვონ ან Apple Podcast-ზე და დარჩნენ ჩვენთან Fight Hop Podcast-ზე. მოდი დავიწყოთ რა. ნიკ მოკლედ შენ იყავი ჩვენთან 5 წლის წინ ასე ხარ პირველად იყავი 18 წლის ბიჭიტო 18-ს და ეხლა უკვე 23-ის. აბა რა ხელა სხვაობა არის რა და რა დრო რა მალე სწრაფად გადის დრო უბრალოდ რა და მაშინ იყავი საჩხერეში პირველ ეპიზოდში რა კი მაშინ საჩხერეში ვიყავი კაკრაზაფულის პერიოდი იყო და ფინალი რო იყო რა საქართველოს ჩემპიონატის ის მორჩენილი იყო რა მაშინ გახდი GFC ჩემპიონი კი ხო ის კამარი სადა გაქვს სახში საჩხერეში თუ აქ არა აქ თბილისში თბილისში ისე ხო თბილისში დაბადებული ხარ მანდ ხარ ხოლმე ძირითადად და პერიოდებში ჩადიხარ ხო კი და მოდი რა იმას შეგეკითხები რომ აი იმ 18 წლის ნიკოლოზის ცხოვრება დღეს ნიკოლოზის ცხოვრება აი ყველაზე შესამჩნევი რა არის განსხვავება რა ბევრი რამე სხვათა შორის რა როგორც მენტალურად ის ფიზიკურად ნუ განსაკუთრებით მენტალურად იმიტომ რომ ამ 5 წელში ძალიან ბევრი გავსლება მივიღე ნუ ზოგადად ცხოვრებაში და არა მარტო ცხოვრებაში ასევე ბრძოლებში და ზოგადად ამ სპორტში და ფიქრობ დღეს იქ სადაც ვარ უკვე ჩემი თავის დამსახურებაა რომ შევძელე და აქამდე მოვედი ძალიან კაი. ხვით შენ შეგეკითხები, როდის დაინახე, როდის გაიცანი და როდის ჩამოვარდა შენ რეიდერზე ეს ჩვენი კაცი პირველად რა. ნიკა გავიცანი შენ სანამ გაიცნობდი, იმიტომ რომ მე პროცესში კიდე GFC არ იყო და მაგდროს უკვე მოჩხუბდა და ფინიშებდა ბიჯებს რა და გავიცანი როგორც აი ძალიან ტალანტის ფლობელი, მაღალი ტალანტის ფლობელი გრეპლერი და რაფერიცი არ ვიცი ხა შენ რა მენტალიტეტის განწყობა ქონდა მაგდროს ნიკა, მაგრამ მე მახსოვს რომ ანუ გამოიყურებოდი ისე როგორც ძალიან თავისუფალი მებრძოლი რა, რომ რასაც შეზღუდვები არ ქონდა რა, მაგალითად იმიტომ საბმიშენებზე გადადიოდა ის საკაიფოდ რომ არ შებოჭებს მე ვხედავდი მის თავში რა. მე მაგდროს გავიცანი და რავი რა, დღემდეც ესე მიმაჩნია სიმართლე გითხრა რა, მე ვხედავ და წარმოებას. ეჭვიც არ მეპარებოდა, პროსტა მაინტერესებდა და მაგითო და მე გავიცანი ხვიჩა ძალიან პატარა ვიყავი მაშინ გრეპლინგებს რო ჭიდაობდა და ჰევივეითებში გადიოდა და UFC იგებდა რა დიდებთან და იქიდან ახსოვს ძალიან ალბათ 13-14 წლის ვიყავი რაღაცა. ენა თბილისში თუ შენ ჩადიოდი თბილისში და რუსთავშიც იყო ერთი ჩემპიონატი სხვათა შორის ძალიან ბევრი მონაწილე იყო რა ყველა ზონაში იყო ალბათ და მანდ რუსთავში მაგარი შეჯიბრებები მოკლედ მაგარია და საქართველოს ხო იცი რა პონტია თან ისედაც ყველას ხო იცნობს რა და თან ეხა სპეციფიური მაშინ რო ხარ ანუ MMA სამყაროში ხო საერთოდ უფრო
უფრო პატარა არის, ხო? ალბათ ეგრე გამოდის. ნიკ, მოდი რა თქმა უნდა, მინდა და მოგილოცო, მოლოცვით დავიწყოთ, მაო შენი გამოსვლა, რკენა 2-ზე, co-main event-ი UFC-ს ახალგაზრდა ვეტერანთან თან რა, ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდე ბევრ რაღაცას გააკეთებს უეჭველი რა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცო რა და მოდი დავიწყოთ იმით, როგორ შეაფასებდი ამ ბრძოლას. როგორც ფანი დარწმუნებული ვარ უყურე რა, მაგრამ კი, ბევრჯერ თან. ხო და ანუ როგორც თვითონ ბრძოლას როგორ შეაფასებდი და მე შენ ოპონენტს რა. როგორც ასე მესამე თვალი როგორც უყურებდი ჩემ ბრძოლას და არა მარტო ჩემზე ესე სუბიექტური არ ვიქნები რა ობიექტურად შევაფასებ რომ აი მართლა ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ომი იყო რასაც ვქვია რა არც ერთი არ ფლობდა არც მე არ ფლობდი არც არ ფლობდა რაიმე ერთ ნაბიჯსაც კი არ ვდგავდი უკან არც ერთი რა ისე მინდოდა ორივეს გამარჯვება და საბოლოოდ მაინც ჩემსკენ წამოვიდა ეს გამარჯვება და ფიქრობ იქაც აღნიშნე რომ აი პირველ რიგში მართლა ჩემი თავი დავამარცხე რა და მე დავამარცხე ჩემი მეტოქე რომ ესეთ ბრძოლა არ მქონია არასდროს კარიერაში ძირითადად პირველი რაუნდი მქონდა სულ გამარჯვებით და ეს მესამე რაუნდი გარდამტეხი იყო და თან ქართველი გულშემატკივრები ეს მაყურებლები ამდენი და ჩემ თავს არ მეც უფლება რომ აი რაღაცა ცუდად წასულიყო ამ ბრძოლაში რა და საბოლოოდ ნუ ესე დამთავრდა. ღრმად ჩახოდი ხო. რა შეეხება ოპონენტს, მართლა ძალიან მაგარი ბიჭი იყო. არ ველოდი მით უმეტეს ესეთ ფიზიკურ ჯამზე თუ იქნებოდა და ჭიდაობაშიც თუ ესე დამისხდებოდა ხელიდან რაღაც მომენტებში რა. იმაზე მეტი მანახა ვიდრე ველოდი. და ვფიქრობ კი მონდოების ამბავია მაგისთვის და ალბათ ვფიქრობ ტოპ მებრძოლი გახდება რა ჩემი აზრით. ხუიჩ ეგ არის მოსაწყენი ბრძოლა ხო? არა, მე ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ მე გავედი საყურებლად მაგ ბრძოლის მან. სადაც ინტერვიუს აძლევდით, მაგ მხრიდან მე გავედი რომ მეყურებია მთელ ბრძოლას და მოსაწყენი და ჩემი აზრით 23 წლის ასაკში და შენ ასაკში ამ ხელაბრძოლების ჩატარება ეს უკვე დიდი კარიერული ნაბიჯი არის. იმაზე რომ მაგრამ ეს ძალიან დიდი კარიერული ნაბიჯი არის. თან ანუ ძალიან კონკურენტუნარიანი ბრძოლის ჩატარება, რასაც ქვია რა, როცა სრული არსენალი სრულ არსენალს ხდება. და ძალიან მაგარი იყო Fight of the Night მაგიტო იყო და რავი, კიდევ ერთხელ მოგვილოცავს და მთელი თბილისი ვიდექებს ფეხზე, აი მართლა თბილისის სპორტის სასახლე გავსებული ის დროს იდგა ფეხზე რა, ისეთი ღონისძიება იყო. განანიკა შესაძლებად კი არ ვამბობ მაგას და ერთმანეთს მოვიფეროთ. ეს ფაქტი არის რა. როგორც მე მგონი იშვიათია რომ ქართულ სპორტში გამეორდეს ასეთი დაძაბული ბრძოლა დღესდღეობით რა. თუმცა ex-UFC-ს მებრძოლე რომელიც რეალურად UFC-დან გუშინ იმის გამო რომ იქ წონა ვერ ჩააბარა ორჯერ და სანახაობრივი არის ზუსტად ის სანახაობას თავაზობს ლონტოპი მაყურებელს დგომში რო ჭხობს და ანუ გასწრებში რო შედის და აგზელებს რასაც ნიკა თავაზობს განა ნიკაც არ დააკლო იგივე სანახაობა რა. რავი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო რა, ძალიან სერიოზული რა. დავითი გახურებული მყავდა, გადაყენებული მყავდა და მე ანუ შენ გამოდიოდი მე რა, ანუ ზუსტად ხო, და გადაყენებული მყავდა რომ ანუ მე ვერ გავაზავდი მაგ ბრძოლას, წარმოვიდგინე ახლა მე რო ჩემი სატრენო ვალდებულობა გადავდები რამდენად მაინტერესებდა მაგ ბრძოლის ხედვა. ექსიგიჟია და cage side კონდა ყველაზე მაგარი ისა ხო მგონი cage side-დან უყურე ნიკ შენი აზრით იყო თუ არა ლანტოპი ყველაზე რთული ოპონენტი ყველაზე ძლიერი ოპონენტი აქამდე ვინც ყოლია რა კი მაგასთან აუცილებლად ყველგან ვიტყვი რომ იყო ისეთი ოპონენტი რომელიც ჯერ არ ყოლია და ჯერ არ მიბრძოლია ესეთ ოპონენტთან რა ყველაზე რთული იყო რა ნუ სტილისტურად არის ისეთი რთული იმიტომ რომ ნუ სტრაიკინგი იმას უყვარს მეს მიყვარს მაგრამ აი ძალიან ისეთი ძაღლი მოჭყვა რასაც ვია აი ბრაულერი რასაც ვია რა ეგ იყო რა მოდიოდა სულ წინ მიიღებდა ჭამდა დარტყმებს მაგრამ აი თითქოს არაფერი რა ბროლა დოგი თან ანუ ესე რომ ურტყავ ადამიანს და ჭამს და არანაირი შეგრძნება არ აქვს, ანუ არის ფსიქოლოგიური მომენტი რომ შეიძლება მებრძოლი გატყდეს რა, რომ ესეთებს ურტყავ რა, არაფერი არ ჭირს რა. ხო და როგორ მოახერხე ეგეთ მომენტში.
ეგეთ მომენტი არ მქონია რა, იმიტომ რომ აი ესეთი ბრძოლისგან ისეთ სიამოვნება მივიღე გაგონზე ყოფნის დროსაც, რომ მსგავს რაღაცებზე აღარ ვფიქრობდი უკვე რა. და აი მაგიტომ რომ ეგ იყო ალბათ სხვებზე უფრო ცნობილი, ხო? შენ მეტოქეებზე ვიდახი რა, თან ყველაზე მაღალ დონეზე ნამყოფი მებრძოლი რა, თან თანამედროვე ეხლა და არა ძველ პერიოდში, მაგის გამო გძნობდი თუ არა უფრო ზედმეტ რაღაც ზეწოლას, pressure ხო, ზეწოლა. ანუ ეს ბრძოლა რასაც ვფიქრობდი პირველ რიგში, თავარია ჩემი თავი ესე მენტალურად დავიჭიროთ ხო რა. დანარჩენი უკვე ჩაოლებრო წავიყვანდი ამ ბრძოლას, იმიტომ რომ არ იყო პირველი ესეთი ელიტარული მებრძოლი, ვისთანაც ანუ მისპარინგია, დგომილი ვარ და კიდე ფიქრი მქონია თავში, რომ აი ლევანისთან ერთად გავიზარდ ჩოხელთან ერთად და მომზდებაში კემპებში რა სპარინგები მქონია და რეები ამიტანია და ასე შემდეგ და უკვე აღარ იყო ისეთი რა. რაღაც ემოციურად აღარ იყო ისეთი დაწებული. და აი მომენტში რას ფიქრობდი რა, რო ელოდებოდი და მსაცრო შენი ხელი ქონდა რა, ხელში რა. ეს მაგარი კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ემოციური იყავი რა და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო რა და სანამ წაიკითხავდა რა, მოკლედ ხო? ვინ არის გამარჯვებული, აი რა გადიოდა შენ თავში რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ემოციური ჩანდა. მაგ დროს ის იყო მომენტი, რომ პირველი რაუნდი არ მახსოვდა რა, ანუ როგორ ჩაიარა ამ პირველმა რაუნდმა არ მახსოვდა რა. და მეგონი მეც აღარ მახსოვდა და მოეხურები. და მეორე რაუნდი ჩემი იყო, ანუ მაგაში დარწმუნებული ვიყავი და მესამეში ვიცი რომ იმან წაიღო ბოლოს რა, იმიტომ რომ აი ბოლო გადაყვანა რაც სად და არ გამივიდა. ნუ ვფიქრობდი რომ აი ბოლო გადაყვანით ალბათ მესამესაც წამოვიღებთ ხო რა და ნუ სიამბლეს სულაც არ ყოფილა საჭირო რა. ეგეთ სიტუაციაში მოხვედრა. მე რო უყურებ ბრძოლას უკვე კი პირველი რაუნდის თავისუფლად ჩემი იყო, მეორე ჩემი იყო და მესამე იმის გამოვიდა რა საბოლოოდ. და იმ დროს კიდე აი ძალიან ისე დავიძაბე ემოციურად, მეთქი პირველი რაუნდი ვისია, ხო ეს ფიქრში ვიყავი და უცებ რომ დაიყვირეს ჩემი სახელი, აი ძალიან მაგარი გრძნობა იყო რა. მართლა. ხო და ეხლა რა მაინტერესებს, იცი, ქონია თუ არა მის მერე ლანტობთან კომუნიკაცია, ან მესიჯები, ან სიტყვა, სანამ წავიდოდა და მაგამდე როგორი ადამიანი არის რა, ურთიერთობაში როგორი მასტი არის? ჩხუბამდე ესეთი თავისუფალი, ესეთი ჯიგარი ტიპი იყო. რამდენი შევხვდებოდით ერთმანეთს გინ სავარჯიშო ან დარბაზში, გინ ისე ფოიეში, ან სადმე სულ ისე კარგი სალამი, ინგლისური არ იცოდა სამწუხაროდ რა და რაღაცეები ისეთ მარტივი სიტყვები რაც იცოდა, იმით ქონდა კომუნიკაცია ხოლმე და ნუ ბრძოლის მერე ის საღამოც ერთად ვიყავით, წასვლები ვიყავით, მოკლედ after party იყო. იქ ვისაუბრეთ ესე მაგრამ ეს translate-ით მესაუბრებოდა რა, იმიტომ რომ ესპანურის იქ არაფერი არ იცოდა. შენა დიმპიტაურები იყო თუ უფრო რაღაც თანამედროვე? after party არის ისეთი იყო რა, ძალიან light. და მეორე დღეს ვიყავით უკვე რესტორანში რა. და იქ ძალიან ისეთი ძალიან ისიამოვნა ის გარემო ყველაფერი. ანუ კენამ გააკეთა რა ეს შეკრება და მე იქ დიმპიტაურიც იყო მოკლედ. ხინკლები შეკრა ხო? ხინკლები შეკრეს უცხოელებმა და მოკლედ ძალიან მოეწონა ყველაფერი რა. კომუნიკაციაში ძალიან თავისუფალი, ძალიან კაი ტიპი იყო რა. აი ისეთი ტიპი იყო, რომ ანუ ჩემ თავს რაღაცებს შემოსგავსებდი რა. დადებითი ენერგია მოდიოდა მარტო. ძალიან მაგარია და ანუ მომავალში თუ იყო ისეთი გაცვლები, რომ რაღაც გონია რომ ერთმანეთს დაეხმაროთ მომავალში, ხო ბევრჯერ არის ხოლმე რომ ესეთი მაგარი ბრძოლები, რომ აი მაგალითად ადესანია და პერერა რომ ერთმანეთს ეხმარებიან და სტრიკლენდი და პერერა ხოაზე ხარ, ანუ ეგეთი ხედავ ნუ სამწუხაროდ ხა დისტანციის თემა პერუ ძალიან შორს არის საქართველოსთან ერთი თემა და თუ რამე საერთო რაღაცა მოგვიწევს, ნუ რა თქმა უნდა ხა თვითონაც გამოხატა ამის ინიციატივა და მეც გამოვხატე რა. ძალიან კაი იქნება. პერუში ყველა უნდა წავიდეს მგონი რა, ისეთი ადგილია პერუში, განსაკუთრებით ის მაჩუ-პიჩუ რა, რომ ერთხელ მაინც უნდა წახვიდე რა, ჩემი აზრით რა. ნუ სამომავლოდ კი ხა როგორც ტურისტი ესე შეიძლება ვეწვიო რა პერუში. მოსამზადებლად თუ უნდა ვეფხის ყავსანში ჩამოვიდეს. ო რატომაც არა. ისე ვეფხის ყავსანს უნდა კონდეს თავი როგორი იდეა დამება და იცი რომ ვეფხის ყავსანს უნდა კონდეთ
უნდა გქონდეთ თქვენი სპეციფიური grading system რა, ხოაზე ხარ რა. და უნდა იყოს ანუ ვეფხვის შავი კამარი და რაღაც რო არის, ხო? იმის მაგივრად უნდა იყოს ნამდვილი ვეფხვის ტყავი ბოლოს რო აიღებ რა. გონი ჩოხელს აქვს უეჭველი, შენ გაქვს და კიდე რავი რამდენი. მათ შორის ადრე, აი ძალიან ადრე რა, ალბათ 2012-ში, 11-ში, მაშინ საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარეს, გონი გუფი ატარებდა რა მაგ ჩემპიონატს ადრე ეგეთი კლუბი. ufida. მან ჩემი გუნდელი გუტიკაშვილი იყო გიორგი და ვეფხის ტყავით გამოვიდა რა ესეთი მოსასხამი ქონდა უკან და ეს თავზე ვეფხვი ეხურა რა და ყველა ეს გაკურებული იყო რანაირად ვინები არიან საიდან მოვიდნენ ძალიან მაგარია ხო ძალიან მაგრა აი დოლიძე გამოდის ხოლმე ისა დათვია მგონი ხო თუ ეგ რა არის იმითი რა ბეწვით რა ხო ბეწვით ხო და ნიკ როგორ აღნიშნე რა ეს დიდი გამარჯვება ნუ აღნიშნით ესე ნუ რა თქმა უნდა ერთ ჩემს საორ ადამიანებთან ოჯახთან მეგობრებთან და უნდელებთან და ესე შემდეგ რა პირველი ზარი ვინ იყო შენ ტელეფონში მოგების შემდეგ პირველი ზარი ლევანი იყო კაუჩურში ჩვენს ერთთან დეკასთან და ეგრევე პირველი საუბარი ლევანისთან შედგა ანუ ამერიკიდან ხო კი გასაგებია შემოვიდი თუ არა ეგრევე ხო და ალბათ შენი ოჯახი მანდ იქნებოდა და ზარები მაშინ საჭირო ჩემები აქ კი ხო და ესე მგონია რომ ეს კენა იყო ძალიან განათებული რა ეს მართლა მგონია მთელი საქართველოს უყურებდა რა დაჟე აქედან ვისაც ვიცნობ ბევრს ველაპარაკე და მითხრეს რომ კენაზე ვიყავიო რა და ისეთი ხალხი რომ საერთოდ MMA თუ იცოდნენ რა იყო არ ვიცი რა ხო აზე ხარ და ანუ ძალიან გაშუქებული იყო და მგონი მართლა ნახევარ საქართველოსმა უყურა რა და არის თუ არა უფრო ბევრი გძნობ თუ არა უფრო მეტ ცნობადობას ეხა რა კი სხვათა შორის როგორც მებრძოლებისგან ისე ხალხისგან ნუ ბევრს გავხსენები ვარ ეს შეიძლება ეგრევე თვალის მოკორით რაღაცა მსგავსი ეგრე არ გავხსენები მაგრამ ეს ლაბორატორიაში შევსულ ვარ რაღაცა გასულა ერთი 10 წამი დაახლოებით და უი შენის არა ხარ კენაში ხარ ვიბრძოლე და რაღაცა ეგეთი საუბრები რა კი სავადობამ აიცია ესე რომ ვთქვათ და როგორი გზნობა ეგ სიამოვნებს ისე ზირთად მე ხალხისგან ხარდაჭერა ეს სიამოვნებს რა რომ ესე კარგ გეგებებიან და კარგად გექცევიან და კარგი საუბარი მეტის ყველაფერი დადებითი ემოცია რაც მოდის ხალხისგან ნუ პირველ რიგში ეს სიამოვნებს და სურათი გადამიღო ეგეთი პონტები არ არის კი ეგეც იყო ჭუბიდან გამოვიდი თუ არა ეგრევე ეგ წავიდა რა მოდი ფოტოები გადავიღოთ და რაღაცა ეგ ბიჭო აი მე რო გნახავ მე ჩემთანაც ხო გადაიღებთ აბარა აუცილებლად ეხა ვაპირებ ხუჩასთან უნდა გადავიღო რა ბალეთა ტაილეთში ესე იგი ტაილანდში იქნებებით we're going live in Bangkok man ნეონისი არ მოგივიდეთ ჰენგოვერი რო არ ფილმი ბიჭო ეგ თქვა ბოლოს ხუჩა ჰენგოვერიო ახალი ჰენგოვერიო მაგრამ ამათან არა, ამათან უნდა ვიყო როგორ ძალიან წესიერად უნდა მოვიქცე რა, იქ ჩემი кейფი და რაღაცა. მარტო ალბათ რუსლანი რო გაიმარჯვებს, მე ხუჩა მიმიშვებს რა ბართან ან სადმე, ხო ხუჩი? თუ გინდა რუსლანის დაც მიგიშვებს. მე ერთად წადეთ ილოთავეთ. ხო, ანუ ჯერ ბიზნეს და მე პლეჟარ რა. რა მაინტერესებს იცი ხუჩ შენ შეგეკითხები ამ შეკითხვას ორივეს ხუჩ შენ როგორც თნელი რა და თვითონ შენი კოუჩ ბაჭია ხო შენი კოუჩი ეგე და ლევანისგანაც და ხუჩ შენ როგორც კოუჩ ანუ როგორი ფიდბექ ქონდა ამ ბრძოლაზე უფრო რაღაც შენ გეიმზე რა ანუ რა რაღაც ტექნიკურ მონაცემებზე უფრო ტექნიკურ მხარეზე ნიკას ბრძოლაზე ხო ხო ანუ ამ ბრძოლაზე რა ამ ბრძოლაზე რა ფიდბექი
ანუ რა ნიუანსი არის იცი ახლა რატო ვფიქრობ რომ ზოგადად იდეალური ბრძოლა ჩაატარა და даже ის მომენტი რომ მაგალითად მესამე რაუნდში ნიკეროს ცდილობდა გადაყვანას და თქვათ არ გამოვიდა გადაყვანა ისაც ძალიან კარგი სტრატეგიული გადაწყვეტილება არის რადგან ბრძოლა მთავრდება ხო პირველი რასთან აღნიშნო რა ზოგადად ახავით რატო გადაიყვანა რატო ჩავიდა ფეხშიო შეიძლება მარტო მაგი კრიტიკა გაიგონო ნიკას ბრძოლაში და ის არაკონსტრუქტიული იქნება რადგანაც არა უადგილო იქნება უბრალოდ კონსტრუქტიული მაგრამ უადგილო იქნება რადგანაც უფრო პროფესიონალური და სტრატეგიული არის როცა შენ უეჭველი განაღდებული გავს გამარჯვება ხო ტემპი გაუტეხო მეტოქეს და გაინახდო გამარჯვება და რავი რა მაგი გადაწყვეტილებაც კი მომეწონა რომ ფეხში შეხვედი მაგალითად ნიკა და გადაყვანის ცდილობა ჰქონდა ზოგადად ანუ მომზადებაზე რა უნდა ვილაპარაკოთ ტიპი ორი ბრძოლას ედიზეთ ტოპებს რეალურ სოფლიო ტოპებს უგებს რა აიღე გინდა ეს ტიპი აიღე ძალიან მაგერებს უგებდა მაგი უკანა ბრძოლებში უკანა პოდკასტებში აღმეღნიშნია რომ ანუ ვისაც შეხვდები და ძალიან აიდონი არის და ანუ იდეალური და სწორი გადაწყვეტილებებზე არის აგებული იდეალური გადაწყვეტილებები სწორი გადაწყვეტილება და არის იდეალური გადაწყვეტილებები რადგანაც კარგ პარტნიორთან მარტო შეგიძლია გამოავლინო შენი თავი რა და რეალურად ხო ეხა გამოავლინე რომ ანუ მორიგი ქართველი ფეხში შევედეგი არ ხარ ყველაზე ხარ არ სყოლებელი რა და კიდევ ერთხელ როცა მთელს ვეფხვის წყალსა საქართველოს თუ ყველა მაყურებელი მაყოფილი ვიყავით იმით რომ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული რა და იმ ვარდილგდებამაც მისი წვლილი შემოიტანა რადგანაც რაღაც კიდე სანახაობა შემოიტანა იმისკენ ასე რომ თქვა ეს ხო ხა ხორა რა ქვია დომინო ან რა მე ბზოლა არის და დაგფარა და გადაგიყვანა ხარ ასე ზავხარა ბზოლის მომენტია რა მე ზოგადად კრიტიკა არც მაქვს ეს სატრენერო კრიტიკა რო თქო ხო ხარ რაღაცა და ასაღნიშნე რაც იყო ჩემზე ყველაფერი იდეალურად იყო მზადების თვალსაზრისით და გამოიყურებოდა როგორც ყველაფერი იდეალურად მზადების თვალსაზრისით იმიტომ რომ აშკარად ნიკოლოზი იცოდა რა საკეთებდა დგომში იმენა ლონდობის ქვეშ რა Plus ეს ტემპის გატეხვა და შენელება ბრძოლის ძალიან მაგარი გადაწყვეტილება არის რა. ძალიან მაგარი გადაწყვეტილება არის. საო მადლობა დიდი. Nice. ბაჭია ისეთია რომ აი რო იცის შენ შესაძლებლობა უნდა რომ აჭყუზეც შენი მაქსიმუმი შენ შესაძლებლობის გამომჟღავნო რა და არის მაყოფილი სხვათა შორის ანუ კლიანად ესე რა როგორც იმიტომ რომ იცის რომ კიდევ უფრო მეტი შემიძლია და კიდევ უფრო მეტის გამომჟღავნება შემეძლო რა ამ ჯგუფში მაგრამ ანუ თავარი რაც იყო ის რომ აი რაღაცაო წინა ბრძოლებშიო რომ რაღაც 20% შეგეძლო რომ გამოგეყენებინაო ეხლა უკეთესი ხარო და 50% იყენებო რა მაგრამ ჩვენ გვინდა რომ 100 გამოვიყენოთო რა თავარი ეგ არის და ძირითადად აი ამაზე გვქონდეს სულ არა მარტო ჩემთან აი ნებისმიერ ვებსაიტთან რა აი სულ ეს არის რომ აი 100% შეგიძლია გააკეთო და ნუ გააკეთებ 30-ს ან 50-ს რა. სულ ეგ არის ყველა თავი. და ეგ რატო არის ხოლმე ძალიან ხშირად მესმის მეც ეგ რა. ანუ რომ არ შენზე არ ვიძახი საერთოდ ვიძახი. ხო. მებრძოლების ფსიქოლოგიური მომენტიც არის ეს მასიც არა მაგი ახლა მაგალითად ხო ლორდ კიფანიძეს რო შეხვდე დარბაზში იფიქრებ ესა ის მებრძოლეაო ხოლმე ხო აზე ხარა ესე გაძლევს ლურგებს წება არც შუბოს არც თქო არაფერს არიზავს მაგრამ ბრძოლის მომენტში ხო მართლა 100% არის მისი თავის რა არის სხვა მებრძოლები უაზროდ ნიჭიერები მინახავს უაზროდ ნიჭიერები რას გულისხმობ იცი აი ჩვენ ყავდა რამოდენიმე პარტნიორები შავ კამრებს ჭიდაობაში უგებდნენ და ანუ უმაღლესი წოდების კიკბოქსერებს და იმის მოგრეებს დგომში უგებდნენ ისეთები მყავდა მაგრამ რეგიონალურ შეჯიბრებაში მესამე ადგილსაც ძლივსღებულობდნენ წარმოიდგინე რა ამიტომ ხა არის რა თქმა უნდა ზოგადად ტრენერი უფრო კარგად ხედავს ყველაზე ხა შესაძლებლობს ასე რომ ვთქვა რა ადამიანს რა შეუძლია და რა არ შეუძლია რა ამიტომ გამომდინარე რა თქმა უნდა მესმის ბაჭი ასე მაგრამ იმ ჩემი აზრით მაგარი შედეგია ჩვენ რა ჩემი გერთა გამოსახედიდან თუმცა დაწუნებული ვარ რომ მეტი შეგიძლია და მიცი რომ მეტი შეგიძლია просто მე ვფიქრობ და შეწყების მომენტიც არის მაგი რა მოიცადეთ მეს როგორ თქვით როგორ ჩაზე მოიცადეთ ახლა გახდა ტიპი 24-ის მოიცადეთ კაცალეთ რა და ხუიჩი ანუ როცა შენი მებრძოლი გამოდის და ნუ რა თქმა უნდა ახლა perfect არავინ არ არის რა ხო აზე ხარ რა და რაღაცებს დაინახავ ხო რა თქმა უნდა მაგრამ პოზიტივსაც დაინახავ და ნეგატივსაც რა მაგრამ ძირითადად
შენ რას აქცევ ყურადღებას პირველად რა ფიდბექი მიგაქვს ხოლმე შენ მებრძოლესთან რა? რა თქმა უნდა, ყოველთვის პოზიტიური კრიტიკას ვაძლევ, რადგან რაც გააკეთე, იმაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და რაც არ გააკეთე, იმაზე რომ გავაკეთოთ, ხო, მაგაზე თვითონ ფსიქოლოგიურად ადამიანი იგრუზება. ამიტომ გამომდინარე, ახლა ამირანს მაგალითად დგომში ვერ გაიხსნა ტიპი, აი, მამულაძეზე მოგიყვებით, просто რადგან შემომზადებული იყო მაგ სიტუაციაში, დგომში არის, აი, ძალიან მართლა კარგი მებრძოლია დგომში რა. და ტიპი ვერ გაიხსნა, აი, ვაფშე არ სიზოლისტოით მნიშვნელობით დგომში ვერ გაიხსნა. მაგ კარგი ქენი რო იჭიდა, მეთქი სწორი გადაწყვეტილებები მიიღე, მეთქი რომ არ ეძებე რაღაც ადვილდარტყობით ეს. ანუ პოზიტივი რო გამოიტანო ყველა ბრძოლიდან, ჩემი აზრით, უფრო ადამიანს დაეხმარება, რომ ეს ინსტრუმენტები რამაც გამოიყენა ბრძოლაში, მერე და მერე კიდე უფრო გამოიყენოს რა. ნიკ შენ როგორ გირჩევნია ხოლმე რა, რომ რა თქმა უნდა იცი, რომ ორივე მხარე არის პოზიტივის და ნეგატივის, მაგრამ აი ეთანხმები რომ პირველად უნდა იყოს რაღაც პოზიტიური ფიდბექი კოუჩინგა. ნუ ეხლა პოზიტიური იყო რა თქმა უნდა პირველი რეაქცია ეს, მაგრამ მე რო განვიხილებ უკვე. ანუ განხილვა ნეგატიურში იმიტომ მიდის რომ ეს ნეგატიური აღარ იყოს რა მომავალში და გამწოლებად იყოს რა, ანუ ეგ არის თავარი. და მე სულ იმას ვეძებ რომ აი რა შეცდომა დაუშვი, რა გავაკეთე ცუდად, რა შეიძლება რომ გამეკეთებინა და მე რო ვცდილობ რომ არის მაგათ პლანინგებზე, ვარჯიშებზე რაღაც კონკრეტული გამოვასწორო და უკეთ გავაკეთო რა, რომ მე შეჯიბრზე კარგად გადავიტანო. და ნიკ მაინტერესებს რა აპირებ თუ არა კიდე კენაზე ბრძოლას რა, შემდეგში თუ არა აი საერთოდ რა გეგმებში თუ გაქვს. კი, დიდი სურვილი მაქვს, აუცილებლად მინდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ანუ პირველ რიგში რა მე რაც დავიჭირე კენასში, ანუ რაღაცნაირად ემოციური კავშირი დავიჭირე რა. და ანუ იმდენად დადებითი მოდიოდა ყველაფერი ამ თუნდაც აი უკვე რო გადავედი სასტუმროში, იქიდან დაწყებული, გადაღებებიდან დაწყებული და მე ჩხუბზე და შოუზე და თვითონ პრომოუშენზე ხო საუბარი აღარ მაქვს რა, უკვე ძალიან ჰაი ლეველი იყო ყველაფერი რა. და აუცილებლად მინდა მომავალში კენაში მონაწილეობა ისე. ყოფილხარ თუ არა ბოლოს როდის იყავი რა გერმანიაში ვიცი რომ იქ ვარჯიშობდი ხშირად რა. კი. გერმანიაში ბოლოს ვიყავი, აი ბოლო ჩხუბი რო ვიჩხუბე, ახლა იმას რო ვიჩხუბე, აი ბოლო ჩხუბი. მაშინ ვიყავი ბოლოს, 1 წლის წინ, ნუ არც კი რა, დაახლოებით ეგრე. ხო და მინდა მოვიკითხო ლევანი რა, შაურაუტ ლევან ჩოხელი. ბოლოს მაშინ ნახე, ანუ ბოლოს როცა შევხვდით ერთმანეთს. კი. ბოლოს ჩვენი დამშვიდობება იყო რა. ძალიან ისეთი იყო რა, ეხლა ეს კემპის ერთად გავიარეთ. ეს თან ამძები ვთქვათ მართლა რა, ანუ ვერ გამოსყოლეთ მისგან და ეს 5 წელი თუ ხო დაახლოებით 5 წელი ისე გავიდა, რომ აი მე ვხედავ ხშირად რა, ჩვენთან ერთად არის ამერიკაში ასულ და ძალიან ისეთი რა დრამატურგული დამშვიდობება იყო ჩვენი რა გერმანიაში. და რა მაინტერესებს იცი, აი ბოლოს რო ნახე რა, ერთად ხურდებოდით და სპარინგებიც გექნებოდათ ხო ალბათ. კი. და აი რაღაც პერიოდულად ამდენი დრო რო გადის რა, რომ ვერ ნახულობ ხოლმე რა, მაგალითად რა ადამიანს და მე რო ნახავ რომ აი რო ძალიან აშკარად ამჩნევ ხო რაღაც ცვლილებებს თავის გეიმში, ანუ განვითარებაში ამჩნიე თუ არა ბოლოს როცა კონდათ რა ვარჯიშები რა, თვითონ მისი გაზდა რა. კი, რა თქმა უნდა, ანუ როცა ერთად ვარჯიშობდით აქ, მაშინაც ხო ძალიან მაგარი იყო ეხლა, მაგრამ იქ რო აი უფრო მეტი წნეხი იგზნო, ნუ შესაბამისად უფრო მეტად მოუწია, რომ განვითარებული იყო და უფრო უკეთესი გამხდარიყო, იმიტომ რომ სხვა გზა არ რჩება ადამიანს მერე რა. და ეს კემპები რაც გავდივართ ერთად, საერთოდ ძალიან დახვეწილია. რა ვფიქრობ აი UFC-ს top 5-ს აი ნებისმიერს აი ველტერვეიტს აი დააჯახეთ და აი ნახავთ რა შედეგს რა, ისე დარწმუნებული ვარ ლევანიში და შენ და ლევანის რამდენად hard sparring-ი გაქვთ ხოლმე თუ რაღაც დონეზე ხო, რომ ბოლომდე ხა არც შენ და არც ბოლომდე რა თქმა უნდა.
ძირითადად ისეთ თავს რა თქმა უნდა უთხრილებით ისიც მეც და ძირითადად ტანი ფეხი არის ისეთი რომ აი შეიძლება ფეხში მთელი ძალით გამომარტყას რა ეხლა ლოუკი და ესეთ კიდურებზე მაინც და მაინც არ გვაქვს რა ისე თავის დაზრობა მაგრამ აი თავს უთხრილებით ამანაირად რომ ისეთი ზიანი არ მივაყენოთ რა ბიჭო ისე სხვათა შორის ბევრი იძახის რა ხვიჩ რომ ესა თუ სპარინგობო ლოუ ისე კაფკიკები საერთოდ არ გინდაო რა თან ძლიერია იმიტომ რომ ძალიან ადვილად იღებ დამეჯს ხო მაგით ხო რა ჩვენ ახლა უმრავლესობას ვამზადებ ბევრი კაფკიკებით და როგორ აიცი რომც არ დაარტყა ძალიან ძნელია მაგრამ მე უფრო იშვიათად ახლა მაგ მიდგომაში უფრო იშვიათად ვარ ტყუევინებ დაბალოუებს კაფკიკებს თუ ჩოვლებრივ ლოუს ვეუბნები მაგალითად მეტად ჩოვლებრივ ლოუ დაარტყე და ბრძოლაში კაფკიკად ვაქციოთ მაგით ვიდრე ახლა სპარინგ პარტნიორი დამთავრდება უბრალოდ სპარინგ პარტნიორი ისე ტრავმებადი არის რა რომ შინგარჩიც ატარებს რა calf kicks and head kicks spinning back kicks გაკ თუ არა ნიკ გეგმები რა რომ წახვიდე იქით და იქით პატარა გამოცდილება აიღო ლას ვეგასში რა ლეონი სადაც არის კი ხვალ შორის მაქვს მაგის გეგმაც მაგრამ ანუ მინდა რომ აი თუ წავალ აი ბარემ აი ისე არ წავიდე რა აი ბარემ კონტრაქტით წავიდე და ანუ იყოს რა ჩხუბი და ბარემ კემპში ვიყო რა ესე უბრალოდ საბუთებით ხო ანუ ყველა არის საბუთებით yes და საინტერესოა რა და პოლოს რო გესაუბრეთ რა მაშინ არ მენეჯერიც არ ყავდა და არც მენეჯმენტ გრუპთან არ იყავი რა და დღესაც ესეა სიტუაცია ჩვენი მენეჯერი ანუ ჩვენი მწვრთნელი არის ერთ-ერთი უჩაკვერნაძე და ძირითადად რაც ბრძოლებია ისე ამ ყველანაირად ვენდობიან ადამიანს და იმ ხელა მხარდაჭერა და იმ ხელა ის გამოხატა ჩვენს მიმართ რომ აი თითქოს და აი რაღაც ძალიან ბევრი წლები ერთად ავართ რა და ძირითადად უშამუშაოს ხოლმე ბრძოლების შერჩევაზე რა რა მე შევსვამდი გიორ სიტყვას რომ ტიპი არის მეც უჩასთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს პროფესიონალური თუც მაგაცური თუ აი ყველანაირი შეიძლება ვთქვა და ტიპი არის ქართული სპორტის game changer-ი სიმართლე შეიძლება ასე ვთქვა რა რეალურად არის ეს რა რომ ტიპმა მისი matchmaking-ის ცნობად კავშირები თუ კომუნიკაციის დათვალსაზრისით თუ აი ყველანაირი მიდგომით ქართული MMA დღეს სხვა ლეველზე გადაიყვანა რა ის მაგრამ რეალურად პოტენციალის გამოვლენის საშუალება მისცენ საქართველოში ქართველებს რა და ანუ ერთ-ერთი ტიპი არის game changer-ი რა რეალურად შეიძლება რომ ვთქვა რა კი ვთანხმობ 100% ой სამები თუ ჯას სალამი ნიკ რას ფიქრობ რა 2026 წელი არის რომ ნახავთ ლევანს UFC-ს ოქტაგონზე უკვე აი ძალიან დიდი იმედი მაქვს რა რომ აი მალე გამოხატავენ თვითონ matchmaker-ები UFC-ს რომ აი ლევანს შანსი მისცენ და მანახს რა აი მართლა შეუძლია და ჰაუზავდებ რომ ტოპ 5-ში ნებისმიერთან რა მაგრამ ანუ ბოლო ბრძოლიდან დაახლოებით 1 წელი არის გასული უკვე და აი როცა აი ყოველდღურად რო გვირდებიან რომ აი short notice-ი და შენს რო სუნძად ყოფნაში ხარ და რესის გამერ თავისუფლები აი რთულია მე რა და ფიქრობ 2026 წელი უნდა იყოს ლევანის რა იმის საშუალება რომ თავისთავად აჩვენოს მაშინ ჩემი გამოცანა იქნებოდა ის რომ ამდენი ხანი რო გადის უკვე ნაკლებად სარგებელი არის ხო როცა ინაქტიური ხარ ამდენი ხელა პერიოდი და ალბათ ფიქრობ თუ არა რომ ანუ აიღებს კიდე ბრძოლიან კონტრაქტს რამე კიდე სხვა ორგანიზაციაში ფიქრობ რომ აიღებს რა იმიტომ რომ ლევანის ზოგადად არ უყვარს რა გაჩერება მაგრამ იმათგან ესე მოუწია რა რომ გაჩერებული იყო ეს პერიოდი და ნუ ჩემი აზრით ალბათ რაღაც წინა ჩხუბი მაინც ექნება რა ეგრე ვფიქრობდი ხო იმიტომ რომ მართლა აქტიურობა არის რა თქმა უნდა ყველა მიცის რომ რაღაც ringrass და რაღაც ხო ნუ შეიძლება არ იყოს ეგ ყველასთვის მაგრამ 1 წელი უკვე რა ესეთი პერიოდია რა
ოზე ხარ ის ჩანდლერი რო იმას ელოდებოდა რა კონორ მაგრეგოს 2 წელიწადი რო გავიდა და მე იმის მე ოზე ხარ თან ეხა უკვე ისეთ ასაკში ლევანი რომ აი პიკურ ასაკში არის 29 არის და აი ეხა უნდა გამოიყენოს და გამოიყენოს თავის თავით ფიქრობ ნუ აღარ გაჩერდება ესე რა კიდე მის შეშორთის გინდა რა მაინც იჩხუბებს რა და შენ თვითონ რას ფიქრობ რა უნდა ქნა რომ შენი მთავარი მისია და გოლი მოხდე UFC-ში რა მაინტერესებს შენი აზრით რა უნდა ქნა მე ამაზე ყოველთვის ესე ინდივიდუალურად უყურებ რა ზოგს ძალიან მარტივი შანსი ეცემა ზოგს არქული გზის გავლა უწევს და ძალიან ინდივიდუალურია ვინ როგორ მოხდება ესე ერთი გზა არ არსებობს რა ამისთვის რომ აი რაღაც ამბოსაც გავივლი და მე UFC-ში ვარ და რაღაცა ეგეთი რა არიან ძალიან მაგარი მებრძოლები UFC-ის გარეთ ვისაც არ მეუღიათ ესე რომ ვთქვათ UFC-ისგან შანსი და ისე და ნო და თუ აკეთებში ვიზუალიზაციის შენი თავის UFC-ში თუ ხედავ მაგ კი მაგას ვაკეთებ ალბათ 12 წლიდან რომ აი ყოველ დღე ალბათ ჩემი მიზანია მთავარი რომ UFC-ის მებრძოლი ვიყო რა ალბათ სარგებელია ბოლობზოლაც იყო ახლა ისეთი რომ რეალურად ანუ ეს ბზოლა ესეთ ბზოლა ესეთი ლეველის UFC-ში უნდა ყოფილიყო ანუ სანახაობრივ სწორსაზე ესეთი რომ სიმართლე რო ვთქვა ანუ ისე გამოვიყურებოდა ყველაფერი რა რომ მამაცაც ეგიზია თქვა რომ ეს არის კონკურენტუნარიანი ბზოლა UFC-ში და ვიზუალიზაციის ნაწილიც არის რა კი რა თქმა უნდა ხო პოზიტიურად უნდა იფიქრო და ჩაიფიქრო თავში რა უნდა თქვა და მიზანზე იმუშაო რა თქმა უნდა რა რომ მაგალითად აუცი აქ მე მაგ whiteboard-ისავით ამაკ გაკრული რაღაცებს წერ ხოლმე რა მგონია რომ ეხმარება ბევრი აკეთებს მასე რა და აი გაკ თუ არა რამე ის რომ აი ხა სამ ბრძოლას გავაკეთებ მე ან წავალი იქ რაღაც ეგეთი გეგმებია თუ გაკ რამე რა თუ შეგიძლია რომ აი მომავალზე ახლო მომავალ გეგმებზე ვისაუბრო პირველი რასაც ვფიქრობ, ანუ პირველი ეგ არის ვიზუალიზაცია და შემდეგ ანუ მიზანზე თავდაუზო გავიშრო არის რა. და რა თქმა უნდა გამარჯვება უკვე არც ერთი ბრძოლა არ უნდა დათმო თუ რაღაცა ისეთი წინააღმდეგობას არ გიწევს რაღაცა ფაქტორები რა რაც არის. ნუ შეიძლება ის დღე შენი არ იყოს, მაგრამ ბევრად უკეთესი იყო იმ ბრძოლაზე, მაგრამ იმან წაიღოს ბრძოლა რა. და არის კიდევ ბევრი რაღაც ფაქტორები რაღაც შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ ანუ მთავარი მიზანი რაც არის, ჩემთვის ვფიქრობ, რომ ამ ბიზნესთვის თავდაუზო შრომა არის რა და მე უკვე ბრძოლების გამარჯვება რა. ნუ ბრძოლების გამარჯვებაც უკვე აი ამ შრომას მოყვება რა, შრომის შედეგია ეს ყველაფერი. მთავარი ეს არის და იმას არ ვფიქრობ, რომ აი ხალხს შეხს მოვიგებ და იქა ვარ, სამ შეხს მოვიგებ და იქ ვარ, მაგას არ ვფიქრობ რა. ოკეი. მომენტი თავისი თქო. კი, ანუ მაგალითი მაინტერესებდა, ანუ შენი თავიდან როგორ ფიქრობ და აკეთებ რა მაგას და შენი აზრი შენი შემდეგი ბრძოლა საქართველოში იქნება თუ საქართველოს გარეთ? ნუ როგორც აღნიშნე, კენაში სურვილი ისევ მაქვს და აი რაც არ უნდა იყოს შემოთავაზებას აუცილებლად დავთანხმდები, მაგრამ არც იმას არ გამოვრიცხავ და არ გავთიშავ, რომ საზღვარგარეთ ვიბრძოლო რომელიმე კარგ ორგანიზაციაში მაგალითად. მაგრამ პირველ რიგში ისევ კენას განვიხილავ რა. იმიტომ რომ ჩემი აზრით კენამ ანუ იმის საშუალება მომცა რომ აი მე არ წასულიყავი საზღვარგარეთ, არ მეფრინა, ამ ფრენისგან არ დავიყავი. მე კიდევ ადაპტაცია ორგანიზმის. თან ეგეთი ხარისხი შემოგთავაზეს. რაც შეიძლება, კი, ყველანაირ ხარისხიდან რაც შეიძლება უცხოეთში გააკეთო რა, ნებისმიერ მაგარ ორგანიზაციაში მაგალითად. და ოპონენტის ხარისხი თან. კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ეგ არის. ხო, მაგრამ ხო. ბრძოლები. ბოლო ორი ოპონენტი არის ყველაზე სწორი სათქმელი ახლა ერთ ოპონენტზე რო ჩავიციკლოთ თან დავკარგოთ პირველ რიგენის ოპოზიციის ბონდი და პირველ რიგენის ოპოზიციის რო იყო ძალიან მაგარი რეკორდის ფლობელი და ძალიან მაგარი მებრძოლი ჩემი აზრით ლონტოპსაც არ ჩამორჩება რადგანაც აი მაგარი ფინიშერი იყო მაგი რა მაგით არ შეიძლება რომ დავკარგოთ ახლა რა ვიყო და გადავფურცოთ ის ტიპი რა გადავფურცოთ ძალიან მაგარი ტიპი იყო ძალიან მაგარი ბრძოლა იყო და კიდე პერფორმანსებზე ნაითი იყო და რავია მაგას ნაუსოთ ხაზი ზაფხულში ფიქრობ თუ მაინც რამდენი ხანი აი შენ როდის გეწყება მე რომ აი ახლა ბრძოლა მინდა უკვე რა პერიოდი შეგიძლია, რომ იყო ბრძოლა რო არ კონდეს, რომ მე რომ ახლა უკვე დრო არის.
ზოგადად ანუ ესე ვთქვათ მომზადების მხრივ აი ყოველთვის სულ ვარჯიშობ, აი სულ რაღაც მზად ვარ, აი სულ შორტ-ნოტისში რაღაც ჩახდეს, იმისთვისაც მზად ვარ ხოლმე რა, მაგრამ ამ ბრძოლის მერე მქონდა რაღაც ტრამვები უკვე და დავისვენე რა ორი კვირა მოკლედ რომ ეს ტრამვები გაიარა რა და ამ კვირას დავიწყე ხა ვარჯიში რა, მზადება არ დამიწყე უბრალოდ ვარჯიში, რასაც ყველა ბრძოლის შემდეგ ვაკეთებ რა. აი ყველა ბრძოლის შემდეგ ერთი დავალება მაქვს და იმას ვაკეთებ რა. და ხო ესე არც ვილაპარაკია შემდეგ ბრძოლაზე, როდის როგორ იქნება, მაგრამ კენას ვფიქრობ რომ აი რაღაც შემოთავაზება რო გამოჩნდეს ისე ბრძოლას, ნუ ავიღებ ამას რა თქმა უნდა რა. და გინდა ზაფხული იყოს, გინდა შემოდგომა. მოდი შევახსენოთ ხალხს, რომ Fight Hop არის პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და რავი, სადაც არ უნდა იყოს ყველგან ავართ რა, დაგვიჭირეთ მხარი, დარჩით ჩვენთან. მოდი რა ძმებო, გადავიდეთ ისე გასართობ უფრო რაღაც თემებზე, ხო? არ არის პრობლემა. რაღაც pop თემებზე და რამე რა, pop თემებზე და ხო? ნიკ, რასაკეთებ ხოლმე რა downtime-ზე რა, როგორ chilling out-ს აკეთებ, როგორი დასვენება გაქვს, რითი ერთობი რა? ძირითადად ანუ მაქსიმალურად მეგობრებთან ვატარებ დროს, ოჯახის წევრებთან, შეყვარებულთან, იმიტომ რომ ეს ანუ კემპი რაც არის რა, ყველანაირი დრო მიდის ვარჯიშებში და აღარც იმის სურვილი გაქვს რომ აი მაგათად გარეთ გახვიდე იჩილავ რაღაცა მსგავსი რა. ფიქრობ ანუ სულ იმაზე ხარ რომ აი დაისვენო მაქსიმალურად აღედგინო რომ მეორე დღეს ისე იგივე გიძევს რა. და მე უკვე ძალიან გენატრება ეს მეგობრებთან თავისუფალი დრო. ის ყველაფერი და ძირითადად მაგას თქო ხოლმე რა. შენა no gaming, no Netflix და ეგეთი shows ან gaming არა, იმობნან gaming-ი ძალიან ჩემი ჰობი არის, აი ჩატვალე. არ მახსოვს რომ ამაზე გვიბაზრია რა, ჩვენ სულ gaming-ზე ბაზრობთ ხოლმე რა, საერთოდ რა მაგრა გვევასება და რა თამაში გევასებ. და ეხლა თამაშობ Elden Rings, Counter-ს თამაშობ. და ნუ Rusty მაგ გადმოწერილი, მაგრამ Rusty ვერ დავამოღამე ჯერ რა. ეგ არ ვიცი რომელია, Rusty? Rusty ხო, ერთ-ერთი პოპულარული თამაშია ძალიან რა. მაგრამ ბევრი გარემოცვაში ბევრი გჭირდება ადამიანი, რომ თავი გადაეჩინო რა იმ თამაში, ისეთი თამაშია და. Elden Ring-ზე ვიცი რომ ძალიან დიდი თამაში არის და Game of the Year მოიპოვა, ხო, რო გამოვიდა მაშინ. და თან კოოპი არის 4 კაციანი და გუნდებთან ერთად მეგობრებთან ერთად სუერთობით ხოლმე რა მაგ. მოდი ახლა ცოტა მინდა ესა იმას შევეხო რა. Lightweight Divisions. ხუიჩ პირველად იყო მგონი მოსული, რომ საუბრობდით ვინ არის მეთქი შენი საყვარელი ან მებრძოლი მეთქი რა. ხო და ჩვენმა ძმამ თქვა რომ ოლივერაო რა. Charles Oliveira რა, რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან საყვარელი მებრძოლი არის და ეგ იყო როდის იცი? ჯერ ილიასთან არ იყო რა შეხვედრილი რა. და სად ვიდივარ ახლა. გეგონა რომ ესე ადვილად გაივლიდა ილია მაგ ბრძოლას Oliveira-სთან. ასφalt შორის მეგონა, იმიტომ რომ ისეთი მძიმე დამრტყმელია ილია, რომ თან Oliveira-ს დაცვა აქვს თორე სტრაიკინგი ძალიან კარგი აქვს რა. ბევრს ატარებს Oliveira და ფიქრობდი მეთქია ერთი რომ გააძრინოს დააჯენს თქო რა. თან გრეპლინგის იმედიც ჰქონდა ილიასი. და ნუ ილიას უფრო ფიქრობდი, მაგრამ აი ჩარლსის ეგეთი ისა მინდოდა რომ 5 რაუნდი ეჩხუბათ რა და ისე მორჩენილიყო რა ეგ ჯგუფი. მაგრამ ძალიან ისეთი საყვარელი მებრძოლია ყველასთვის და დადებითი არის. თან მით უმეტეს ისეთი კარიერა განვლილი რომ ალბათ მებრძოლების 90% დანებდებოდა რა და მთლიანი კამბექი დადო თავის კარიერის რა. პირველ რიგში აი ეგეთი მებრძოლებს ძალიან რესპექტი რა. ძალიან მიყვარს ეგეთი მებრძოლები. For sure. და ეხლა იმაზე რას ფიქრობ რა ილია თოფურიას შემდეგ ბრძოლაზე რა White House-ზე? გეიჯის. იგივეს ფიქრობ რა გეიჯის. მოწყდება გეიჯის. გეიჯის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მებრძოლია, მაგრამ რას ვიზავთ რა. ილიას დრო. Fan favorite მებრძოლები დაგვიბრიდა თო Legend killer.
legend killer legend killer-ი ერთი არა fan favorite მებრძოლეებია ყველა ხვაზე ხარ რომელსაც რეალურად ხალხი აფანატებს და ყველაზე დიდად დააწვიდა დააყოლა. კი. და ბიჭო ძალიან ბევრი ისენი იყო რა 1 აპრილს ხოზე ხარ რა. ძალიან არ მომწონს უკვე ეს 1 აპრილი, იმიტომ რომ короче რა აღარ ვიცი բոլოს რაზე რეაქცია მქონდეს რა ყველაფერი кайფი მგონია ხოლმე რა 1 აპრილს რაც არ უნდა დავინახო ხოლმე რა რეები აღარ იყო ამ 1 აპრილს რა ხოაზე ხარ ისა კუხალაშვილი ვის ხვდებაო ჰოსტავ ნახე ყველას გეს ხო გნახე Justin Gaethje ის არისო რა ქვია ტრავმა მიიღო ხო არმანი რო ჩაჯდა უცებრძოლად ხო ეგეც და მოკლედ რა 1 აპრილი შე ყველა სამოიგე და ყველა სამოიგე მახსოვს ყველა იმას რა ქვია პროვოკაციას იმის შანსი თუ ქონდა და უყურე თუ არა რაფის ევენტებს რა Real American Freestyle რა კი ბაჩორს უყურე და სანამ რაფი გაკეთდებოდა სულ ვფიქრობდი რომ რატო არ ეძლებათ მაგალითად მატჩი დავებს იმის შანსი რომ ესეც შოუებში რა იმიტომ რომ ყოველთვის ისეთი ოლიმპიური ის ქონდა ბრძოლას რა სისტემა ქონდა ყოველთვის და მაინტერესებდა როგორი გამოვიდოდა და აი რაფი გამოსიდა მერე და ვფიქრობ ძალიან მაგარია აი მოჭი დავებისთვის ალბათ ვინც მორჩება ამ ესე რომ ვთქვათ ამ სოფლიოებს ოლიმპიადებს ასე ისე უკვე ვფიქრობ ძალიან მაგარი იქნება რა ფილმისთვის რა ბიჭო და მე მგონი casual-ი ვარ ხვიჩი იმიტომ რომ რაფი რო იყო ბოლო რა მაგას უფრო მაგის უყურება უფრო მინდოდა რა კარდი იყო მაშინ აღარც მახსოვს რა ის რა ქვია fight night იყო ხო fight night ხო ბოლო Seattle-ი ძალიან კაი იყო ბოლო Seattle-ი ძალიან კაი იყო ის სხვა იყო კიდე მგონი ხო ხო და ანუ რასაც შეეხება მაინც UFC მებრძოლეებზე არის აგებული თორე თავისუფალ მოჭიდავეებზე ექს თავისუფალი მოჭიდავეები რომელიც ახლა UFC-ში რაღაც წარმატებას მიაღწია და ორ თაბრძოლებში მაგაზე არის აგებული უმრავლესობა ხა აბსოლუტური უმრავლესობა რა ვთქვა რა გინდა შემდეგი კარდი ავიღოთ გინდა ეს კარდი ავიღოთ გინდა უკანა კარდები ავიღოთ რა მაგიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ საჭიდაო სამყაროს თვით რეპრეზენტაციის უნარები აქვს გასაძლიერებელი რა და რაფი არის იმაგის საშუალება რომ ანუ გაიძლიერონ თორე ხა არმანის ანდერკარტში ოლიმპიური ჩემპიონები და ოლიმპიური პრიზიორები რაპონჩი უნდა იყვნენ რა თუ ჭიდაობის შესახებ მაგრამ ანუ რეალურად თავარი მესიჯი რაფის არის ის რომ თვით მოჭიდავეებმა უნდა დაიწყონ თვით რეპრეზენტაციაზე მუშაობა რა ძალიან მნიშვნელოვანია მე რა მესიჯს დავინახე და რა ნაკლიც დავინახე მაგიდან გამომდინარე რა თორე ხა გინდა ის იყო ნაჟუდინოვი იყო და გინდა სადულაევი იყო და გინდა სასნაიდერი იყო იქ რა გინდა ხო აზე ხარ არმანის ქუჩა რატომ უნდა ჭიდავდე ფაქტობრივად იმიტომ რომ ანუ რევენიუ ვერ მეიტანე რა და შეეხება MVP-ს შეიძლება ანუ ყველა თუ ისტორია არ დაწერა ხო ისტორია არ დაწერა ანუ იმისთვის რომ ბევრი ივენტები არ ჩაატარა რა როგორც ხანდერ კარტში ყავთ ნაკლებად ცნობილი მებრძოლები მაგრამ მაგათი პროდუქტები ხო თუ მასე არ გააკეთა იუ ისტორია იქნება რომ PFL-მან განუ შეიძინა ძალიან მაგარ ფულებში გადავარდა მაგრამ 10000 pay-per-view-ზე მეტი ვერ გაყიდენ თან წარმოიდგინე რა Dana White-ი დასცინოდა იქიდან ხდებოდა დაცინები 10-15-მდე 15-ს ვერ გადაახდენო pay-per-view-ზე რა იმიტომ რომ ერთი აქციით ახლა შენ აიღო და Diaz და Michael Perez და იმას რა ქვია კარანოზე და რონდას იმეძზე აწყო ერთი ივენტი და მაგით რაღაც გააკეთო ძალიან ძნელი ამბავი არის მაგ რა ზუსტად აღნიშნა ნიკამ რომ storyline-ი საჭირო არის დიდი ისტორია აქვს UFC-ს რა და აი თან მინდებ რომ ისტორია არის ნაბიჯ შენდება ასე რომ ვთქვათ რა და აუცილებლად უნდა გააკეთოს ახლა აქცენტი MVP-მ თუ უნდა მოიდოს ბაზრობას რომ მისი მებრძოლები მისი რბილ ისტორია დააქვს რა ბიჭო და ვისი შექმნილი ყოფილა იცი თურმე ეს რაფი Hulk Hogan-ის თურმე ეგ არის მეც არ ვიცი კიდევ ერთი მტკიცებულება რომ wrestling-ი არის რა ქვია WWE-ის რესლერები არიან სხვა Wrestling is real bro მენტალიტეტის რა Wrestling is real ბავშვობაში რა პონტი იყო ხო იცი იქ ბრიტანეთში რომ პირველი უნდა იცოდე ბავშვი რო ხარო ისა სანტა კლაუზი არის
ხოაზე ხარ ტრუხაპონტი არის, არ არსებობს Santa Claus და მეორე რომ WWF wrestling it's not real bro. და მე ეგორი ინფორმაცია რო გაქვს, მე შეგიძლია რომ გაიზარდო და ხოდა ორი ყველაზე კინეული თემა. შენ სხვათა შორის ნიკოლოზი აგერ ძმაო ტყილა ხო არ ქვია ძმაო, ხო? იბადო. მოდი ისე უცებ გადავიდეთ იმაზე რა. ოღონდ welterweight-ზე გადავიდეთ ახლა რა. ეს არ მგონია რომ იყოს ისა April Fool's-ი, იმიტომ რომ თვითონ დეინა მას თქვა რომ აგვისტოშიო მახაჩევის მზად არისო რა. ანუ მახაჩევს ყავს ოპონენტიო უკვე რა. იმან ალიმ თქვა რომ ივლისშიო ისა ანონსებდა მისი მენეჯერი ივლისში. და იმან შეუსწორა მე რომ არა აგვისტოში ანუ მეტოქე ყავს უკვე რა მახაჩევს ტიტულის თავის პირველად დაცვას welterweight-ის რა და რა გონია რა ვინ არის ვინ გონიათ რა რო ოპონენტი შეიძლება. მე ვფიქრობ იანგარი იქნება რა. იმიტომ რომ იანგარიც მზადებას გადის რა ეხლა საფრანგეთში ხო ნუ ჩვენთან ეხლა არ ჩავქი რა 4 დღე რა არის 4 დღეში ვერ ისწავლი ვერაფერს ჭიდაობაში მით უმეტეს რა. ეს უფრო რაღაც სიმბოლიზმი იყო ხო ხალხისთვის. ხო რა ჩავედი რაღაცები ნახე და წამოვედი. მაგრამ მე ამირანი არ იყო საფრანგეთში ზატო? კი ამირანი იყო საფრანგეთში. ანუ ქართული ჩვენ მაიკლ მორალესი მგონია რადგან წაგება არა აქვს მაგას და იანგერი რეალურად შავკაცთან წააგო და უფრო ნაკლებად ისტორია არის რო თქვა რა თან სიმართლე გითხრა ხო იანგერისაც კაი შანსები აქვს მახაჩევთან მე მაიკლ მორალესის ჟღერს ისე ამოვგენ რა სიმართლე რო გითხრა სპაიდერმენი ძალიან მეც მართლა უხერხული მგონია რა ეს მაიკლ მორალესი მაგრამ მეც მგონია რომ იანგარი არის რა იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმაური მოყვება ხოაზე ხარ იანგარის რა ჯერ ისეთის ლაპარაკი უყარს ხოაზე ხარ ირლანდიელი არის რა following იყავს ხოაზე ხარ ხარ რა და ეგეთი ბრძოლა რო კონდეს რა ვიცი ძალიან კარგი ის არის მგონი რა ყველაზე ფინანსურად მომგებიანი ეგ არის მგონი და ეხლა სიმართლე რო გითხრა, ჩემი აზრით ის ერთი მარცხი შავკათთან იმას არ ნიშნავს, რომ არა მე მგონია რომ მაინც იმაშვება რა, იმსახურებს, რომ თვითონ შავკათი იყო პირველი რა, ხოაზე ხარ. და ყველა მოგება აქვს, მაინც ერთი აქის მარცხიდან ახლო ბრძოლა იყო და number 1 contender-თან რა და ხა მორალეს ვინ ყავს ისე ეგეთი. მორალესმა ბრეიდი ხო? ბრეიდი. ო შონბრეთს მოგო ბოლოს რა ეგრე მახსოვს. და ბარნსი უკვე აღარ არის ბარნსი რა. აუ ბარნსი იყო პიკში ხო მაგრამ შენ რა დაგავიწყდეს რომ ახლა მახაჩევის მხარე ყველაზე კომფორტულ ბრძოლაზე იუაჭრებს კი არა მოგდება ასე რომ თქვა და თავში აკლავს. მორალესი გონია ყველაზე კომფორტული. ანუ მორალესი უფრო კომფორტულია ვიდრე იანგერი ჩემი ხალხაზრის სტილისტიკურად მაგრამ მახაჩევის კუთხე ხო იცი ხარ რა მოხდება იქ არა ტრენერიდან დაწყებული ალით დამთავრებული ვინებს გადაიჭირია რომ ვიღაცა ისე შეახმო კამარუსმანიო დადიოდნენ და იმხელა დასცინა ინტერნეტმა რომ მეორჯერ ვერ თქვეს ასეთი რაღაცა ოღონდ კამარუსმენი არ იყოს მაო და რა ვიცი კიდე იყოს არა კამარუსმანი არისო ღირსიო ჩვენ დავეჭხობთ კამარუსმასო ჯოდა რა გონიათ რა მოხდება თუ არა თოფურია მახაჩევი. როდესმე რა. ანუ რინგდენჯერ აქვს უკვე მაგი ბრძოლა წაგებული მაგათ ხო თოფურიასთან რომ მეორეჯერ არ აქვს უკვე აზრი ვახშე შეხვედრას იმიტომ რომ ძალიან დიდი მენტალური უპირატესობა გააჩნია უკვე თოფურიას მაგრამ აი ახლა ამ ანონსზეც ხო ინტერნეტი გასკდა რაღაცები ანუ ერთ თვეში ხელი გასდისო თუ ერთ თვეში მახაჩევს წავმა გასდისო თუ რაღაცები ანუ მთელი ინტერნეტი იყოს ერთი მესიჯი ორი მესიჯი კი არა ერთი ვიდეო და ორი ვიდეო კი არა ანუ რა ხდებაო მახაჩევმა თოფურიას რო ეჭხობა ერთ თვეში ხელი შეუყორცდაო თუ რა ხდებოდა მომენტები იყო რა აზიანის ბაზარიო რა ანუ იმდენჯერ წააგენ მაგათმა თოფურიასთან ბრძოლა ხო რომ უკვე შეხვედრას აზრი არ აქვს რომ რაც უნდა მაგარ ფორმაში იყოს სავარაუდოდ ვერასოდეს ვერ მოიგებს უკვე მახაჩევის ბრძოლას რა იმხელა უკვე მენტალური ზეწოლა ხდება მან მეც ეგრე ვფიქრობ რა What do you think Nick we will see this fight? So ვერ ნახავთ ამ ბრძოლას შენი აზრით
ისე ნახავთ როგორც ხავის და ტონის. ხო, აა. ეგრე ვფიქრობ. მე მაინც ოპტიმისტი დარჩები, თქვენ რავი, ალბათ რეალისტები ხართ, მაგრამ თუ ორივე მოგება გააგრძელა, ამ ბრძოლას ვნახავთ. ხო გესმის, ანუ თუ ამის არა, ნახავთ კარიერას ამთავრებს დიდი რა. მახაჩევი ამთავრებს ახლა კარიერას რა. პირდაპირ გეუბნება, შეიძლება ეს ბრძოლა შემდეგი ხელთათანებით დადოს და კამერიტეტოს და წავიდეს რა. მაგიტოს ცდილობდა კამარუ უსმანი და რაღაცა ცდილობენ რომ რვიანი დახარჯონ რა. აშკარად კარიერას ამთავრებს ანუ რა. და ეხლა რეალურად ხო ყველაზე ძალიან მწარე შანსი არის რომ ძალიან მწარე წაამწაროს თოფურიამ მთელი კარიერა ასე რომ თქვა და რამდენი წამს დაპროშებული რა კილიასო დაღესტანის სცემა უნდა რა გეუბნები რა და აბიბი წავიდა ეხა ისლამი ტიპმა წონა გააგდო მე ჩხუბი მეორე ჩხუბი გააგდო რა ქნას ეხა ხო მეიგო უკვე რამდენჯერ უნდა მოიგოს მაგის ჩხუბი დამთავრდა ხო ტიპმა კამარი იყო და მისი ხელით დათმო არ და სად ახლა ის რიცხვები რომელსაც მაგი დადობდა თოფურიასთან ხო ეს იქნებოდა იგივე პლუს მილიონიანი პეიპერვიუს გაყიდვადი ბრძოლა და სადღაც გააკეთა მაგარი 67-ის კამარი რომ მოიპოვა რა შედარება რეიტინგული თვალსაზრისით შედარება არ არის ყველაზე ხარ რა რამოდენიმე 100,000 პეიპერვი გაყიდვა შეძენ რა და სად ის რომ შეიძლება 2 მილიონზე სასულიყო პეიპერვიზე იმ მომენტში თოფურიასთან მისი შეხვედრა რა ანუ ტიპი ფულზე არა დაინტერესებული ცხოვრება აწყობილი აქვს და ხა ამალა იყოს და მისი ლეგასი მუხზე გადაიმტრიოს რაც უნდა ხო ასე ხარ რა ანუ გადამტრევი არის გადამტრევი და იციან მაგის ზღვაზე ხარ რა. ბიჭო, კიდე რაზე მაქვს თემები რა დღეს რა. დავიწყეთ lightweight-ით, მერე ავედით welterweight-ზე, ეხლა ვარ middleweight-ს შევეხოთ და ბოლოსკენ ვართ რა. რას ფიქრობთ Sean Strickland ხამზა ჩიმაევის ბრძოლაზე რა და გონიათ თუ არა რომ ხალხს ძინავს Strickland-ზე რა. მე ვფიქრობ იგივე მოხდება რაც Strickland-თან რა. თემაზით იგივე იქნება, იგივე სიტუაცია და. იმიტომ რომ აი Sean-თან აი გომში ჩხუბს აზრი არ აქვს აი ხამზატისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზიანს მიიღებს. შეიძლება Sean-მაც დიდი ზიანი მიიღოს, მაგრამ Sean-ს არ აინტერესებს რა ეს ზიანი რა. და მაგის ერთ-ერთი გამოსავალი იქნება რომ იგივე გააკეთოს რაც ტრიკუსთან გააკეთა ან კიდევ დააფინიშოს რა ქვია. კი ხამზატის ხამზატს გააკეთებს მაგაზე ბაზარი არ არის. მაგრამ ეხლა რა მაგ ბარნსივით არ გაიმეორებს რა გონში ჩხობს ხო მართალი ხარ. მაგრამ გახსოვს თუ არა ხვიჩ რომ Sean Strickland-ს ბევრი დრო კონდეს გატარებული საერთოდ ოქტაგონზე რა დამიწებული. რა თემა უყურე მაქა Strickland-ისთვის არის ძალიან მაგარი რომ ბრძოლა ზოგადად 5 რაუნდი არის და ხანგრძლივი ბრძოლა არის რა რადგანაც ანუ თვითონაც ზიანს აკროებს და თვითონაც ანუ მუშაობს რა და გახსოვს მაშინ ადრე გითხარი Strickland-ი ჰერნანდეს მაგრა გალახავს მეთქი თუ იქნება ფოკუსირებული და მშერი თუ იქნება თქო რა და იგივე ისტორია აქაც რა თუ მშერი და ფოკუსირებული იქნება რა აქვს Strickland შანსები რა იმიტომ რომ აქვს ანუ შანსები კი არა კაი შანსები აქვს ასე ვთქვათ რა მაგრამ თუ იქნება ახლა ისეთი როგორც ხოლმე იმასთან იყო დუპლესისთან როგორც იყო ხო ასე ხარ რაღაცა თუ ნახევრად ჩხუბობდა ხო ასეთ შანსი არ აქვს რა მაგით გამომდინარე ნახოთ ძალიან საინტერესო შეხვედრა არის ძალიან საინტერესო მომენტი არის ასე ვთქვათ კარიერის და დიდი რაღაც შოუზე გააკეთოს Strickland მისი თავისთვის მისი სუპერსტარობისთვის ასე ვთქვათ რა ბიჭო, აი ამ ბრძოლის pre-fight trash talk-ები და press conference-ები იგივე დონის საგიჟე იქნება რა. ანუ Strickland-ის მხრიდან რა. მე არ გავიმეორებ, მაგრამ იცით ალბათ რეებს იძახის ხოლმე რა იმაზე რა. როგორ ლაპარაკობს რა. ასე ხარ? ანუ სხვა დონის იქნება რა. ხალხს თუ გონია რომ ხაბიბი და კონა მაგრეგორის press conference-ია იყო პირველი, რავი, აი ამას არ ამგონია რომ ეს ჩამორჩეს Sean Strickland-ი როგორც ბაზრობს რა ძალიან სიგიჟეებს იძახის უკვე ზედმეტი დაჟე რაზე გაუთიშეს მიკროფონი და იმებს რასაც იძახის იმაზე მგონი მიკროფონი არც მიცემენ ალბათ რა არ ვიცი რა და არ ამგონია მაგათ ის კონდეთ ხო იცი ახლა Paramount-ზე
ფიზიკური მას ოქტაგონში რო შედიან ორივე რა, ხო აზე ხარ face off-ი რო აქვთ ოქტაგონში, ხო აკეთებენ ხოლმე მაგას. ეხა დაიწყეს რა. კი. ხო. ვარიანტი არ არის მაგორმა რო ეგორი რო ეგრე შეუშან რა. It's not happening. მაგრამ ძალიან მაგარი იქნება. რავი, მე მივედი ბოლოზე ყველაფერი რაც მქონდა ჩამოწერილი. 7 მქონდა pop თემა, 14 მქონდა ნიგზე, 7 და 14 გამოდის 21. 2021 წელს იყო მოსული ძმაო პირველად. აქ დაბრუნდა. მესამე და ეს არის 250 ეპიზოდი Fight Hop-ი. დაგითმობთ მიკროფონს ორივეს. ხო, დაგითმობთ. მადლობა თქვენ ბიჭებო. მართლა ყოველთვის სიამოვნებს თქვენთან საუბარი. იმიტომ რომ ძალიან ისეთი საინტერესო თემებია, ძალიან დადებითი პოზიტიური ენერგია მოდის თქვენგან და ძალიან მომწონს რა არა ერთხელ და არა მესამეჯერ და რა მეათეჯერ და მეასეჯერაც გეწევით სიამოვნებით. და ხო კიდევ ახაც აღნიშნავ პირველ რიგში მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს ხარჯს გვიჭერენ, თუნდაც თქვენ საქმეში, თუნდაც ჩემს საქმეში, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი ერთ-ერთი მამოძრავებელი და სამოტივაციო ზალა. კიდევ გამოვიწერეთ Fight Hop პოდკასტი და ლაიქეთ ყველანაირად და გვერდში დაუჭირეთ ამ ადამიანებს მაქსიმალურად გვერდში დაუდეკით. რა ჯიგარი ხარ? აი ეს ხო მე არ მითქვია რომ მე კი მიკითხია რომ please can you say that მე აი თვითონ ხო აზე ხარ ეხა ხალხს შეიძლება ეგონოს რომ ეს გაჩალიჩებული პოტი იყო. არანაირად. ხო და ვის გაუმარჯოს? შენს უკან რომ სცენარია იმას ვინც წავს იმას გაუმარჯოს, თელ შენ ოჯახს გაუმარჯოს და თელ საქართველოს. მადლობა. საღოლ გიორგი შეიძლება საქართველოს და ქართველი წავიდეს, არა ქართველი საქართველოს არასოდეს არ წავა. ქართველის გუნდიდან. ქართველის სიტყვიდან საღოლ სერიოზულად ძალიან. ხო და ცოტა დამალევინე ტაილენდში თაოდა კიდე იქნება. მადლობა ნიკოლოზ რომ მოხვედი და რავი და რასაც მოგველოდებოდი ზუსტად ის იყო ყველაფერი მაქსიმალური პოზიტივი, მაქსიმალური სასიამოვნო და საინტერესო საუბარი და მე ლადომას თქვა ერთხელ მის პოდკასტში მეც ვიტყო რომ ძალიან დიდი ხანია გიყურებ ასე რომ ვთქვა რა და ძალიან მსიამოვნებს პირველი დღიდან რომ რაღაც ასე შენახული ნანახი მაქვს შენ თავი და რომ შენ ევოლუციას რო ხედავთ მაგიტომ მიუწოდებ ყველა მაყურებლს რომ იყოს ჩართული ქართულ MMA-ში არა მარტო ზედაპირულად, არამედ შაღმოვებულად, იმიტომ რომ შემდეგი ნიკოლოზ აბრამიშვილები და ესეთი ძალიან მაგარი მიმძოლები იქაც არიან და მაგათ ევოლუციასაც დაანახავთ და უკვე ისტორიის ნაწილი იქნებით რა, ასე რომ მეტი არაფერი არ არის მაგამ სპორტში, რომ ისტორია არის. უმრავლესობა მიმძოლებმა არის რომ ხალხმა არის უბრალოდ რომ ისტორიისთვის უფრო იძვიან ეს ბიჭები ვიდრე ფულისთვის, ასე რომ ვთქვათ რა. ზოგადად ფული მეორე ფენომენი, მეორე ადგილობრივი და ისტორია და სახელია ყველაფერი და დიდი ბიზნესები რა. დიდი გზას ვხედავ, დიდი გზა იქნება და ყველაფერი წინ არის და უყურეთ ნიკოლოს, უყურეთ Fight Hops, უსმინეთ გიორგის. ამინ. ჩიგრები ხართ ე? You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Hop.